მეგობრებო, ვინც ვერ გაიგო, 24 საათის განმავლობაში ჩებით აქ. 24 საათის განმავლობაში თბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ვჩებით. 24 საათის განმავლობაში ვიქნებით აქ. პროტესტი გადადის სხვა ეტაპზე, გადადის არაძალადობრივი პროტესტი იმ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს სულ უფრო და უფრო მეტ დაუმორჩილებლობას ხალხის მხრიდან არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. როცა ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ხალხი იქცევა სამართლიანად. ხალხი არაძალადობრივად, შვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ, ძალიან დიდი თოვლის გუნდიდან ააზვირთებს ტალღას, დემოკრატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი. რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა. ნაწილობრივი წარმატებები უკვე არის მიღწეული ამ გზაზე ხახტო. მიღწეულია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათ არ აქვს აღიარება ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მათ შორის თქვენი და სხვების დამსახურებაა, რომლებმაც შევძელით ბევრი კონკრეტული მტკიცებულებების ამ ეტაპზევე უკვე წარდგენა საზოგადოებისთვის საერთაშორისო დონეზე, რომ სისტემური იყო არჩევნების გაყალბება. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია და ანალოგიებით ნურავი ნუი ხელმძღვანელებს 2024 წელს კონტექსტი არის სრულიად განსხვავებული. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შედის პარლამენტში. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უმნიშვნელოვანესი შეკრება მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, რომლებიც განიხილავენ ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. მასასადამე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანია, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყოფნა თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვართ აქ, ბევრი ადამიანი არის რუსთაველის გამზირზე და კონკრეტულ პერიოდში, მომდენო დღეებში ამოცანა იქნება შესრულებული. ყველაფერი ხალხზეა ჩვენზე დამოკიდებული, რომ ყველანი გამოვიდეთ თბილისის ქუჩებში. ეს არის ის გზა, რომელზეც ჩვენ ახლა დავდივართ და გადავადგილდებით. იცოდეთ, რომ გამარჯვებულები ხართ, მართლები ხართ, ისეულები ხართ და ამ შემთხვევაში გამარჯვებას გარდაუვალი იქნება. დიდი მადლობა.